ხო და ის იცი რა ის აი გამართებასთან დაკავშირებით ერთი რაღაცა პაპა ჩემისგან რაც ჩამრჩა წერს აი საპატიო მანძილზე რო აცილებს თუმარს და ის რო შეჯდა ცხენზე და უკვე სანამ ეთიმ რაღაც ერთი 50-60 მეტრით გაცდა დაახლოებით ამ ბიძაჩემა წამოკრიფა ეს ისინი ხელა დაიღო და ისო ბიძა უთხრა პაპა ჩემსა წავიდეთ შევიდეთ წავიდეთ მე სახში შევიდეთ პაპა ჩემ არაფერი არ უთხრა და დგას და იმას უყურებს და ის თუთუნიანი ის ამოიღო სათამბაქო ექისა ეს ბურბუშელა ნაფოტი ცაცხვის ის მაშინჯი მე მოვესწარი მაგას კიდე იმას რო თლიდან ქაღალდი არ იყო ახლა ხო და ეს ეხა გუჯინებს ეძახოდით ესე გუჯარი თო გუჯარი რქვა გუჯირები ხო და ეს დაასვლა განერწყვა კარგად ჩაყარეს და თან უყურებს და მეორეჯერ უთხრა დაიწყვა მას შეახვეში და წავიდეთო მიხაბიძა რა ხო წავიდა კაცი გააცილეს სტუმარი გააცილეს რაღაცა და აუკიდა ეს მოწია და უშვერდი კარი გემრიელეს წეკოს ნაფაზი მე ეუბნება ამას მიხაბიძას ბიძაჩემს მიხა უთხრა სანამ სტუმარიო გასაფარში არ გეეფარებო ზურგ არ უნდა ნახვიო ხო ხტები რა ეხლა მე მაშინ ვერ გავიგე ეს პატარა აიღო ხო ზურგი არ უნდა ზურ არ უნდა ესე იგი აი რას ნიშნავს ეს არა გააცილე და მოტრიალდა უკვე ხო იცი რა ის არა წავიდა რა როგორც იყო წავიდა აი ეხლა დღეს ჩვეულებრივი ამბავი არაფერი ამაში არ არის მაგრამ ეხლა ამათ ესე ესმოდათ რომ აი არ შეიძლება რა დღეს აგე კარებიდან გაგაცილებს შეიძლება ზღურს ფეხიც არ გადმოადგას აი აბა კარგად ხო ეგენი ჭხლაკანი სანამ ზურგს კარგად შეაქცევ ჩაკეტავ კარებს მაგრამ ის კაცი ის ჯოყოლამ აი რომ გამაეფარა იმას კარგად მახსოვს ბავშვი ვიყავი და წამოიწე ახლა ხნიერი კაცი იყო ეს უზანგებზე წამოიწე ეს ქუდი მოიხადა და ცხენი და ესე შემოტრიალდა და აწია დამშვიდობების ნიშნად ხო და ეს მიხაბიძა ხო იცი როგორ ტიპია ახ მაგის ის და რა ვირი ვარო თქვა თავისთვის ჩაილაპარაკა ხო ეს როგორ ვერ მივხვდი ახლა ის ხო ისეთი იუმორი ქონა ხოლმე მიხაბიძას აი ამ ხელა ის იყო ის მახსოვს ახლა აი ის ჩამრჩა მე მაშინ ის ნათქვამი და მე ახლა სიღრმეს უკვე მე გვიან ჩაუკვირდი ამისას თუ რამხელა ის არის აი კულტურა და საიდან იყო ამ ხალხში ესეთი სამ ჩამორჩენილი ამ შორსწასული იზოლაციაში მყოფი ხალხის გარემო სამგარდან მოწყვეტილ ხალხში ამისთან ხედვა და იქნებები არ ვიცი ძალიან მიყვარს